რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენს მუშაობას. მე ნოდარ სირბილაძე ვარ და ტრადიციულად ახლა რუბრიკის ჯერია ჩვენთან კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და დღეს შემოგვიერთდა ნუსაფუტკარეძე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. გასული წლის საქმიანობაზე ვისაუბრებთ კონკურენციის სააგენტოზე. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ საუბარი საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველი ალბათ რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის ნაბიჯები, რომელიც კონკურენციის სააგენტომ გადადგა, თუნდაც იგივე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით მათ შორის. აი, მოდი ვისაუბროთ ამ საქმიანობებზე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობა ჩვენ თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტომ 2025 წლის განმავლობაში რიგი ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, თავისი პრაქტიკის და ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ საგრძნობლად გაზრდილია ცნობიერება მომხმარებლებში, იმიტომ რომ 2025 წელს 1400-ზე მეტი განცხადება შემოვიდა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან მიმართებით 2024 წელთან მიმართებით ნახევარზე მეტით არის, 60%-ზე მეტით არის გაზრდილი მომართვიანობა, რაც გულისხმობს, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ და ჩატარებულმა ურთიერთობამ, ასე ვთქვათ, მომხმარებლებთან ძალიან დიდი შედეგი გამოიყო. სააგენტო აქტიურად არის ჩართული საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ნაწილში, ვინაიდან ხშირად ატარებს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან, რათა მოხდეს მათთვის ინფორმაციის მიწოდება თავიანთი უფლებების შესახებ, როგორ უნდა დაიცვან ეს უფლებები, ვის შეუძლიათ მიმართონ, რა ინფორმაცია უნდა მოითხოვონ მოვაჭრისგან და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩართული იყო აქტიურად სააგენტოსთან შეხვედრებში სტუდენტები, ასევე სმენდა დაქვეითებული და მხედველობა დაქვეითებული ბავშვები და ზოგადად საზოგადოების ეს ნაწილიც. ასევე ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ისიც, რომ გარდა იმისა, რომ შეიქმნა სხვა რიგი დოკუმენტები, სააგენტომ მოამზადა ვიდეო რგოლები, მოამზადა ბრაილი შრიფტით სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც მისცემს საზოგადოების ყველა წევრს შესაძლებლობას გაიცნოს თავიანთ უფლებებს და ასევე იცოდნენ თავიანთი უფლებების დაცვასთან მიმართებით, როგორ უნდა მოიქცეს, ვის უნდა მიმართონ და როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები. კი ბატონო, ნუ ასევე ბიზნესის მიმართულებითაც ბიზნესთან კომუნიკაციაც აქტიურად ხდებოდა ტრადიციულად პრინციპში, როგორც აქამდე კონკურენციის სააგენტოს მხრიდან. აი, აქ შესაბამისი დოკუმენტაცია თუ იყო გარკვეული გაიდლაინები ბიზნესისთვის დამატებით, რომ უფრო მეტად, იმიტომ მე როგორც მახსოვს, იგივე კონფერენციებზეც ხშირად ხმულა, რომ თავად ბიზნესიც არის დაინტერესებული, რომ თუნდაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამისთან შესაბამისობაში იყოს მათი ყოველდღიური ფუნქციონირება, მომხმარებელთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. აი, ბიზნესთან კომუნიკაციის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიღო? ბიზნესთან კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მიზანი და საქმიანობაა სააგენტოსთვის, ვინაიდან ერთია მომხმარებლის უფლებების ცოდნა მომხმარებლებისთვის და მეორეა ბიზნესისთვის, ანუ რა უფლებები აქვს მომხმარებელს, რომ იცოდეს ბიზნესთან და შესაბამისად იმართოს. ამისთვის აქტიურად გვაქვს შეხვედრები ბიზნესთან და ასევე სააგენტომ ძალიან კარგი ტემპით, ასე ვთქვათ, მიიღო 4 მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი. ერთი ეს არის ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო, ასევე ფასის მითითების სახელმძღვანელო, ასევე შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც თავი მოეყარა სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ასევე დამატებით კიდევ შეიქმნა გარემოსდაცვითი ხასიათის განცხადებების პრინციპების სახელმძღვანელო, რაც მისცემს როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნესს შესაძლებლობას გაეცნოს მასში აღნიშნულ მითითებებს და შესაბამისად იმოქმედოს. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ დასაწყისში სტატისტიკური ინფორმაციაც, ხო და ეს სტატისტიკური ინფორმაციის ეს მზარდი დინამიკა საჩვენებს, რომ მომხმარებლები ასე თუ ისე უკვე ცნობიერება შედარებით გაზრდილი აქვს და ასევე მომართვიანობაც არის. მოდი ამაზე უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ, თუნდაც იგივე რეგიონულ ჭრილში რა სურათი იყო და რამდენად ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მომართვიანობის კუთხით აღსანიშნავია ის, რომ განცხადებების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა დისტანციურ ვაჭრობას, უმეტესი წილი მაინც მოდიოდა დისტანციურ ვაჭრობაზე და შემდგომ უკვე ადგილზე ვაჭრობის საკითხებს. თბილისი ლიდერობს მომართვიანობის კუთხით, ყველაზე მეტი, 70%-ზე მეტი მაინც თბილისიდან არის შემოსული განცხადებები და შემდგომ უკვე რეგიონებიც, ასე ვთქვათ, ინაწილებენ მომართვიანობას პროცენტულობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სააგენტომ
რომ მიიღო რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთაც დადგინდა სტანდარტები, მილიონ ლარზე მეტი ოდენობით აუნაზღაურდათ მომხმარებლებს თავიანთი მოთხოვნა და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 90-ზე მეტი პროცენტულობით დაკმაყოფილდა მომხმარებელთა მოთხოვნები, რომლებმაც მომართეს სააგენტო თავიანთი უფლებების აღდგენის მოთხოვნით. კი ბატონო, ანუ აქ გამოდის, რომ პლუს დამატებით ესე იგი სწორად მოგმართეს და რაღაც 90% განცხადებების თუ დაკმაყოფილდა, ესე იგი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომ სწორად გაიაზრეს ეს მომართვიანობის მიმართულება. ასევე ამ სტატისტიკური მონაცემების დაყრდნობით ბიზნესიც გკითხავთ ამ კუთხით, თავად ბიზნესი ამ პროცესში, როდესაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა, რამდენად თუნდაც იგივე კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობენ, რომ ეს დარღვეული უფლებები აღუდგინონ და რამდენად თავადაც გამოთქვამენ ხოლმე ინიციატივას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა საქმის შესწავლის ფარგლებში მომართოს სააგენტოს და აიღოს პირობითი ვალდებულებები, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება გააფორმოს სააგენტოს ამ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ, რომელთაც იღებს ვალდებულებას თავისი სავაჭრო პოლიტიკა, წესები და პირობები მოიყვანოს კანონთა შესაბამისობაში, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდების სტანდარტის უფრო კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და შესაბამისად პროცენტულობითაც თუ სტატისტიკასაც თუ გავითვალისწინებთ, ბიზნესი მეტწილად მაინც გამოთქვავს თანხმობას იმისთვის, რომ მომართოს სააგენტოს, აიღოს პირობითი ვალდებულებები, ითანამშრომლოს სააგენტოსთან და ურთიერთთანამშრომლობით ერთი რომ გამოასწროს თავიანთი საქმიანობა და მეორე დაუკმაყოფილოს მომხმარებელს მისი მოთხოვნა და აღადგინოს მომხმარებლის სავარაუდოდ დარღვეული უფლებები. კი ბატონო, და 2026 წელს რას უნდა ველოდოთ, რა სიახლეები დაგვხვდება კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაში, ამაზეც რო ვისაუბროთ. სააგენტოს საქმიანობაში ძალიან ბევრი სიახლე იქნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააგენტო 2026-2027 წლებში უხელმძღვანელებს მომხმარებლის დაცვის და აღსრულების ქსელს ICPN-ს, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა მსოფლიო ქვეყნების მიერ გამოცხადებული სააგენტოსთვის. ასევე დაგეგმილია ძალიან ბევრი ღონისძიება და რა თქმა უნდა, აქამდე არსებულ აქტივობებსაც გააგრძელებს საზოგადოებასთან შეხვედრის ნაწილში, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ცნობიერების ამაღლება მათთან მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი დაზარალებული მომხმარებლის დაცვა შევძლებს. კი ბატონო, და ალბათ საინფორმაციო კამპანიებიც გაგრძელდება, ხო, აქტიურად იგივე რეგიონულ ნაწილში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება სკოლის მოსწავლეებთანაც, მოსახლეობასთანაც შეხვედრა, მათ შორის სტუდენტებთან და აქტიური ჩართულობით სააგენტო მაქსიმალურად ეცდება მიაწოდოს ინფორმაცია მათ როგორ შეიძლება დაიცვან თავიანთი უფლებები, რა აღსრულების მექანიზმები არსებობს თავიანთი უფლებების დაცვის მიმართულებით და სულ მცირე მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ინფორმაცია უნდა მოითხოვან მოვაჭრისგან, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი უფლება, შეძლონ თავიანთი უფლების დარღვევის პრევენცია, ასე ვთქვათ, წინასწარ და შესაბამისად მიიღონ როგორც მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მინიმალური დანაკარგების გარეშე. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და დარწმუნებულია კონფერენციებსაც ყოველწლიურად კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის სააგენტო სხვა მარეგულირებლებთან ერთად ცალკეც უშუალოდ მომხმარების უფლებების დაცვის მიმართულებითაც ატარებს ხოლმე, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც გაგრძელდება მათ შორის მიმდინარე წელსაც. თორსები რეგიონებშიც ხო? დიახ, კვირაულის მომხმარების უფლებების დაცვის კვირაულის ფარგლებშიც მიმდინარეობდა 2025 წელს ჩატარდა მომხმარების უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირაული, რომლის ფარგლებშიც გარდა თბილისის და ასევე რეგიონებში, ბათუმშიც, ზუგდიდშიც ჩატარდა შეხვედრები მოსახლეობასთან. აქ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, მათ თავიანთი ანგარიშები წარადგინეს და ასევე მათი მიმართულებითაც გააცნეს მომხმარებლებს უფლებების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა ჩატარდა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ წამყვანი პირები მოწვეული და მიიღეს მონაწილეობა როგორც ძირითად ასევე პანელურ დისკუსიებში, სადაც დეტალურად განიხილებოდა ასე ვთქვათ მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, რა არის მათი მიდგომა, ასევე როგორ ხდება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით აღსრულების მექანიზმების დახვეწა და რა თქმა უნდა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მუსა პუტკარაძე, კონკურენციისა და მომხმარების
მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. ერთი კვირით ვემშვიდობებით რუბრიკას და ბუნებრივია გაგრძელდება ახალ სეზონშიც აქტიურად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, შემეცნებითი და ასევე ინფორმატიული რუბრიკები.